ჯოზეფ კეის კუთვნილი კომპანია ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას იწყებს. დავის მიზეზი რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა. შპს ქართული ფოლოდის წარმომადგენელთა მტკიცებით ქარხანა 2011 წელს მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია იმედის სანაცვლოდ გადასცეს. მოსარჩელი მხარის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით ქარხნიდან კანონიერი მენეჯერი ძალისმიერი მეთოდით გაუშვეს. მის ნაცვლად კი მმართველობა გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის კომპანია რუსთავის ფოლადს გადააბარეს. საკუთრებაზე უფლებების აღდგენის მიზნით პროკურატურაში განცხადება უკვე შეტანილია. სააქციო საზოგადოება ქართულ ფოლადსა და მის ბენეფიციარ ფირმას ერთი მოთხოვნა აქვს. გაუქმდეს ყველა ის გარიგება, ხელშეკრულება თუ გადაწყვეტილება, რომლის საშუალებითაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე დღით ადრე შექმნილმა შპს რუსთავის ფოლადმა ჩაიგდო ხელში. ფაქტი ერთი არის, რომ ეს ვერ მოხდებოდა სახელმწიფო მანქანის დახმარების გარეშე. ანუ პირველივე წუთებიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხში. შემდგომში ჩაერთო უკვე გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესში სასამართლო ხელისუფლება და შესაბამისად აი ეს პროცესები სახელმწიფოს გარეშე ვერ გაკეთდებოდა. ფაქტი არის ისიც, რომ იმ დღეს, ანუ 6 ივნისს ინაგუდავაძემ უარი თქვა იბედზე და ფაქტი არის ის, რომ რამოდენიმე საათში ძალით დაკავებული იქნა ქარხანა.